ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ სამყარო, უჩვეულო სამყარო, რომელიც მოიცავს მსხვერპლს, მტაცებელს, უვნებელ არსებებს და არსებებს, რომელსაც გამანადგურებელი ძალა აქვს. უჩვეულო რატომ არის ეს სამყარო? იმიტომ რომ იგი წყლის წვეთში ეტევა. ხვდებით ალბათ, რომ საუბარია უმარტივესებზე, ანუ პროტისტებზე. ეს უჩვეულო სამყარო ჯერ კიდევ 300 წლის უკან აღმოაჩინა ჰოლანდიელმა ანტონი ვან ლევენჰუკმა თავისი შექმნილი მიკროსკოპის გამოყენებით. სწორედ ანტონი ვან ლევენჰუკი ითვლება პირველი მიკროსკოპის გამომგონებლად. აი ამ გამადიდებელი საშუალების დახმარებით, რომელიც ადიდებდა 70-დან 250 ჯერ, მან დაათვალიერა წყლის წვეთი და წამოიძახა, რომ მსგავსი სილამაზე არ უნახავს. აქ იყო უამრავი სხვადასხვა პატარა ორგანიზმები, უჩვეულო ფორმები, ზოგი უძრავი, ზოგი მოძრავი, ზოგი შეფერილი, ზოგი გამჭვირვალე და მათ ლევენჰუკმა ანიმალკულები, ანუ ცხოველუკები უწოდა. შემდგომში ეს მიკროორგანიზმები გააერთიანეს ერთ სამეფოდ, პროტისტებად. ეს იყო გასული საუკუნის მეორე ნახევარში. მაშინ, როდესაც სიცოცხლე დედამიწაზე დაყოფილი იყო 6 ძირითად სამეფოდ: ეუბაქტერიებად, არქებაქტერიებად, ესენი არიან ერთუჯრედიანი პროკარიოტული ორგანიზმები, ანუ ერთუჯრედიანი უბირთვო ორგანიზმები, პროტისტებად, ერთუჯრედიანი ეუკარიოტული, ანუ ერთუჯრედიანი ბირთვიანი ორგანიზმები, მცენარეებად, პლანტე, ანიმალია, ცხოველებად და ფუნგი, სოკოებად. მაგრამ შემდეგ ბიოლოგიაში ახალი ტექნოლოგიების შემოჭრის შედეგად მრავალი დარგი განვითარდა და ერთ-ერთი მათგანი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოლეკულური გენეტიკა. აი სწორედ მოლეკულური გენეტიკური ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ პროტისტებს აქვთ პარაფილეტური წარმოშობა. რას ნიშნავს პარაფილეტური წარმოშობა? ეს ნიშნავს, რომ ჯგუფს ყავს ერთი უძველესი წინაპარი, მაგრამ ამ წინაპრისგან წარმოშობილი ყველა შთამომავალი ამ ჯგუფის შემადგენლობაში არ შედის. აი, უფრო უკეთესად რომ გახდეს გასაგები, მოდით განვიხილოთ ქვეწარმავლების ჯგუფის მაგალითზე. აი, ერთი წინაპარი არსებობდა ამნიოტა, რომლისგანაც წარმოიშვნენ ქვეწარმავლებიც, შემდეგ ქვეწარმავლებმა დასაბამი მისცეს ფრინველებსაც და მისცეს ძუძუმწოვრებსაც, მაგრამ ჯგუფი ქვეწარმავლებისა არ მოიცავს არც ფრინველებს, არც ძუძუმწოვრებს. ანუ ქვეწარმავლები წარმოადგენს პარაფილეტურ ჯგუფს. რა ერთიანებს ერთუჯრედიანებს ერთად? რა თქმა უნდა, სახელიდან გამომდინარე, ერთი უჯრედის არსებობა. მოდით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გამოვიყენებთ მაინც ტერმინს უმარტივესებს, თუმცა არ დავაკონკრეტებთ, რომელ კლადას ეკუთვნის ეს. სამეფო უმარტივესები დღეისათვის დაყოფილია რამოდენიმე სამეფოდ და აღარ არსებობს ტერმინი სამეფო უმარტივესები. მაგრამ რადგან სხვადასხვა სისტემატიკის მიხედვით ეს სამეფო სხვადასხვაგვარად არის დაყოფილი, მოდი ჩვენ გამოვიყენოთ აი ესე კლადა უმარტივესები და ვიგულისხმოთ სამეფოზე მაღლა მდგომი კლადა, ანუ ზე სამეფო. უმარტივესების თითქმის ყველა წარმომადგენელს აქვს ერთი უჯრედი და აუცილებლად ბირთვი, რომელიც არის უჯრედის მაკონტროლებელი ცენტრი, რა თქმა უნდა, ციტოპლაზმა და მემბრანა. აი დანარჩენი შიდა სტრუქტურებით უმარტივესების სხვადასხვა წარმომადგენლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. აქ თქვენ მოცემული გაქვთ ამების აგებულების დიაგრამა, თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი, სადაც ნაჩვენები არის ფეთქავი ვაკუოლი, რომელიც ამების უჯრედს ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში უწყობს ხელს, საჭმლის მომნელებელი ვაკუოლი, სადაც ხდება შთანთქმული საჭმლის გადამუშავება,
აქ გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. უფრო დეტალურად უჯრედის აგებულება მთელი თავისი ორგანელებით ნაჩვენები არის სლაიდის ქვედა ნაწილში და ასევე უჯრედის მოდელი. თუ აღარ გახსოვთ უჯრედის აგებულება, შეგიძლიათ გაიხსენოთ ამ სლაიდის დახმარებით. ძალიან დიდი მრავალფეროვნება ახასიათებთ ერთუჯრედიანებს, სწორედ სხვადასხვა უჯრედში და სტრუქტურების განვითარების ხარჯზე. დიდია მრავალფეროვნება ერთუჯრედიანებისა კვების ტიპის მიხედვითაც, თუმცა ყოფენ სამ დიდ ჯგუფს კვების ტიპის მიხედვით. ეს არის ავტოტროფი უმარტივესები, ჰეტეროტროფი უმარტივესები და მიქსოტროფი უმარტივესები. ავტოტროფები თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, ეს არის ორგანიზმები, რომლებიც თვითონ ახდენენ ორგანული ნივთიერების სინთეზს ფოტოსინთეზის პროცესში. ქვემოთ მოცემული გაქვთ ფოტოსინთეზის გამარტივებული სქემა, რათა გაიხსენოთ იგი. ჰეტეროტროფები შთანთქავენ ორგანულ მოლეკულებს, უკვე მზა ორგანულ მოლეკულებს, ან ინელებენ საკვების უფრო მოზრდილ ნაწილაკებს. მიქსოტროფები შერეულად კვებავები არიან. გააჩნია თუ რა პირობებში ხვდებიან ისინი, მათ შეუძლიათ როგორც ორგანული ნივთიერების სინთეზი, ისე უკვე მზა ორგანული ნივთიერებითაც კვება, რადგან აქვთ სპეციალური მოწყობილობები უჯრედში ამისთვის, ანუ სხვადასხვა ტიპის პლასტიდები. სწორედ კვებაზე დამყარებით ყოფენ პროტისტების ეკოლოგიურ ჯგუფებს. ეს არის პირველი ფოტოსინთეზის უნარის მქონე პროტისტები, მონელების უნარის მქონე პროტისტები, ისევე როგორც ცხოველებს ახასიათებთ და შთანთქმის უნარის მქონე პროტისტები, აი ასეთი ტიპის კვება ახასიათებთ სოკოებს. ხვდებით ალბათ, რომ უმარტივესებს ძალიან დიდი როლი აქვთ ეკოსისტემაში, სწორედ აი ამ სხვადასხვა ტიპის კვებიდან გამომდინარე. სად ბინადრობენ უმარტივესები? როგორც ლექციის დასაწყისში ვთქვით, წყალი არის მათი საბინადრო გარემო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არააქტიურ სტადიაზე უმარტივესები საკმარისად დიდ გამოშრობასაც უძლებენ. ანუ მშრალ ადგილებში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ იმისათვის, რომ იყვნენ აქტიურები, გაიზარდნენ, გამრავლდნენ, იკვებონ, მათ აუცილებლად ჭირდებათ წყალი. უმარტივესები გვხვდება როგორც მტკნარ წყლებში, ასევე მლაშე წყლებში, დამპალ ფოთლებში, ხის ქერქში, ნიადაგში. საინტერესოა, რომ უმარტივესებმა გამოიყენეს სხვა ორგანიზმები, როგორც თავისი საბინადრო გარემოთ. ხვდებიან ზოგიერთ ორგანიზმებში, როგორც სიმბიონტები, აი მაგალითად ძროხის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ისინი შლიან უჯრედს შორის და არიან სიმბიონტები. ზოგიერთ სხვა ორგანიზმებში კი, ძუძუმწოვრებში, თქვა ფრინველებში, კიდევ ბევრ სხვადასხვა ჯგუფებში ისინი პარაზიტობენ. ანუ აქ უკვე მავნე გავლენაზე არის საუბარი და ზოგჯერ სასიკვდილო და გამანადგურებელ ძალასაც ფლობენ. რადგან გვხვდებიან წყლის ეკოსისტემაში, ისინი სად უფრო შეიძლება შეხვდნენ? ზოგიერთი მიმაგრებულია ვთქვათ ფსკერზე, ლამში, ქვიშაში, წყალმცენარეებზე, მაგრამ ბევრი მათგანი შედის პლანქტონის შემადგენლობაში. რა არის პლანქტონი? პლანქტონი არის ორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც პასიურად ტივტივებს წყლის ზედაპირზე ან წყლის ზედაპირის ახლოს. თვითონ სიტყვა პლანქტოს არის ბერძნული და ნიშნავს მოხეტიალეს. ეს იგულისხმება, რომ პლანქტონი მოძრავია, ის გადაადგილდება პასიურად წყლის დინებების მეშვეობით. პლანქტონი შეიძლება შედგებოდეს წყალმცენარეებისაგან, კიბოსნაირებისაგან, უმარტივესები, რა თქმა უნდა, სხვა კიდე ორგანიზმები და ასევე თევზის ლარვებისაგან, თევზის ქვირითისაგან. მეცნიერები ყოფენ ფიტო და ზოოპლანქტონს, ანუ მცენარეებისაგან შემდგარ პლანქტონს და ცხოველებისაგან შემდგარ პლანქტონს, მაგრამ როგორც წესი, ეს ყველაფერი ერთად არის არეული და აი სწორედ პლანქტონი წარმოადგენს
წყლის ეკოსისტემის კვებითი ჯაჭვის საფუძველს. პლანქტონით იკვებება უამრავი წყლის ცხოველი და პლანქტონის ძირითადი შემადგენელი ნაწილი კი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი კი არიან უმარტივესები. ამიტომ მათი როლი წყლის ეკოსისტემაში ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მათი როლი ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ორგანული ნივთიერების დამშლელებისა. ესეც უმარტივესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ. გიფიქრიათ ოდესმე როგორ მოძრაობენ უმარტივესები წყალში. იცით რა არის საინტერესო? თურმე ძალზე მცირე ზომების გამო და ისინი რამოდენიმე მიკრონს, რამოდენიმე ათეულს, ზოგიერთი რამოდენიმე ასეულ მიკრონს აღწევს სიგრძეში და მიკრონი ალბათ გახსოვთ, ეს არის 1/1000 მილიმეტრი. აი ასეთი მცირე ზომების გამო და შესაბამისად მცირე მასის გამო მათზე თურმე არ მოქმედებს გრავიტაცია. სამაგიეროდ ძალზე დიდ წინააღობას წარმოადგენს წყლის სიბლანტე. თურმე უმარტივესებისთვის იგივეა რომ იცურავონ წყალში, რაც ჩვენთვის ვიცურავოთ სქელი ბადაგით სავსე ბასეინში. და მიუხედავად ამისა, უმარტივესები ძალზე კარგად გადაადგილდებიან. აი მაგალითად, სლაიდზე მოცემული გაქვთ პარამეციუმი, რომელიც ერთ წამში 1 მილიმეტრს გადის. 1 საათში კი გადის მანძილს, რომელიც 10,000 ჯერ აღემატება მისი სხეულის სიგრძეს. ეს იგივეა, რაც ჩვენ 1 საათში, თქვათ, დავფაროთ ცურვით 16 კილომეტრი მანძილი. რის საშუალებით გადაადგილდება პარამეციუმი? პარამეციუმი მოძრაობს წამწამების საშუალებით. აი ზოგ უმარტივესებში ეს წამწამები ისე არის შეწებებული, რომ თითქოს ფეხებს ქმნისო, რომლის დახმარებითაც უმარტივესი კი არ დაცურავს, არამედ დადის წყლის შიგნით. თქვათ, წყალმცენარის ზედაპირზე ან ჰაერის ბუშტუკებზე, აი ასეთია უმარტივესი ეუპლოტესი. დაუბრუნდეთ ისევ პარამეციუმს. პარამეციუმის წამწამების მოძრაობა კოორდინირებულია. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ფილამენტებით და მოძრაობენ ერთიანად, მოძრაობენ ძალიან სინქრონულად, ქმნიან წყლის ნაკადს, რომელიც პარალელურია მემბრანისა. ასეთი ტიპის მოძრაობას მეტაქრონული ტალღების წარმოქმნა ჰქვია და აი ამ მეტაქრონული ტალღების წარმოქმნის შედეგად ისინი გადაადგილდებიან. როგორ მოძრაობს ამ დროს წამწამი? წამწამი მოძრაობს როგორც ბრასით მოცურავი ადამიანის ხელები. აი სქემაზე ნაჩვენებია როგორ ხდება წამწამის მოძრაობა და როგორ აგდებს ის ერთუჯრედიანი სხეულის ერთუჯრედიანის თუ შეიძლება ასე ითქვას, ბრჭყალებში სხეულს წინ. გარდა წამწამებისა, რომლებიც ორ განზომილებაში მოძრაობენ, ერთუჯრედიანებს აქვთ აგრეთვე შოლტები. აი შოლტების მოძრაობა ხდება თურმე სამ განზომილებაში. შოლტები წარმოქმნიან ტალღებს, ესე იტალღებიან, თითქოს ტალღა გადაურბენ შოლტებსო, აი ამას უნდულაცია ჰქვია და ეს ამის საშუალებით ისინი გადაადგილდებიან.